გამარჯობა, დღეს 13 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1994 წლის 13 თებერვალს დაიბადა ნიდერლანდელი ფეხბურთელი მემფის დეპაი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის მანჩესტერი, ლიონი, ბარსელონა და მადრიდის ატლეტიკო. 1974 წლის 13 თებერვალს დაიბადა ინგლისელი მომღერალი და მსახიობი რობი უილიამსი. მას გაყიდული აქვს 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რითიც იგი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელია. მან საქართველოში კონცერტი გამართა 2016 წლის 27 მაისს. 1960 წლის 13 თებერვალს დაიბადა ცნობილი იტალიელი მსაჯი პიერლუიჯი კოლინა. 1950 წლის 13 თებერვალს დაიბადა ინგლისელი მუსიკოსი პიტერ გებრიელი. 1913 წლის 13 თებერვალს დაიბადა საუდის არაბეთის მეფე ხალიდი. ის არის ქვეყნის მეოთხე მმართველი 1975 წლიდან 1982 წლამდე. 1599 წლის 13 თებერვალს დაიბადა რომის პაპი 1655 წლიდან 1667 წლამდე ალექსანდრე მეშვიდე. 2002 წლის 13 თებერვალს დაიბადა ამერიკელი კალათბურთელი ჯეიდენ აივი. ის თამაშობს NBA-ის გუნდ დეტროიტ პისტონსში. 1990 წლის 13 თებერვალს დაიბადა ფრანგი ფეხბურთელი მამადუ სახო. მას უთამაშია არაერთ ცნობილ გუნდში, მათ შორის PSG-ში, ლივერპულსა და კრისტალ პალასში. ის გახდა PSG-ს ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი 17 წლის ასაკში. 2024 წლიდან მამადუ სახო ქუთაისის ტორპედოს ღირსებას იცავს. 1964 წლის 13 თებერვალს დაიბადა ქართველი მუსიკოსი, მწერალი და მსახიობი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი. 1961 წლის 13 თებერვალს დაიბადა ქართველი მომღერალი დათო გომართელი. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.